მოდი, კაი რა, კი სვანაძეზე თქვით კიდევ ერთხელ თქვა, გონიათ რომ მე სანიოლის მემკვიდრე იქნება სვანაძე? მე არ ვარ იცი დარწმუნებული. აბა. ხო, აბა თქვი. აბა თამამად თქვა. თამამად თქვა, არა, არ ვარ დარწმუნებული. მე თამამად ვიტყვი რომ კი და მეცაც ვიტყვი რომ დარწმუნებულიც ვარ. რატომღაც. მოდი, დავაზუსტო. რაში ხო დანიშნავენ თუ რო გაამართლებს? აი ეს ძალიან კარგი კითხვაა. რო დანიშნავენ სანიოლის მერე თავარმწვნელად. ხო. ამაში ხარ დარწმუნებული თუ მერე იქ რო გაამართლებს იმაში ხარ დარწმუნებული? ორივეში. კი ბატონო. თუ ვიმჯელებთ, როდესაც ვილის ამოეწურება კონტრაქტი. არა, ოღონდ ხო მოდი ესე თუ ლაპარაკია იმაზე. რა კი კონტრაქტი აქვს ვილის პატივისცემ და კონტრაქტი. რა თქმა უნდა, ლაპარაკია კონტრაქტის ბოლოში. არა, სანიოლს არავინ არ ეჩის კაცო ლაპარაკობს, ხო. სანიოლი კი რომის იმპერია დამთავრდა ოდესღაც და სანიოლის სამომე დიდი წარმოადგენს, მანდა მაინც დიდი წარმოადგენს არ ვარ. ვიცი, მე კიდე პირიქით მაგაზე შენთან ყოველთვის გამართობ, ეხლა იმას არ ვამბობ, რომ კაპელოა მეთქი. ხო, დო ისე. და რას ფიქრობთ აბა? არა, მე ვფიქრობ, რომ ვილიმ თუ ეს ნაკრები გაიყვანა მსოფლიოზე, იქნება სამუდამოდ ნაკრები მსოფლიოზე. კიდე ძალიან დიდი ხანია. სანამ თვითონ არ გაიქცევა, თვითონ არ გაიქცევა, ხო, იქამდე იქნება. მათაშორის ილია ბოდიში, გიორგი. მე პოლონეთის თამაშისმერ ნახე იმასთან გასახდელებთან. როგორ მე პატარა ბავშვით იყო რა, როგორ უხაროდა რომ წავიკითხეთ თქვენს ძალიან ესე იყო, აი ძალიან ემოციურად გამოხატავდა. არა, ხო, უბრალოდ მე მართლა კითხავ, თუ კი ლაპარაკია უყურე თქვა, ამოწურა ვილიმ კონტრაქტი და დადგა ახალი მწვრთნელის მოყვანის საკითხი. ჩვენ თუ ვიმსჯელებთ გულშემატკივრების განწყობით, დარწმუნებული ვარ ღრმად, რომ რაღაცა გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ რამას სვანაძე გვინდა ნაკრებში. არა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შედეგი რა, შედეგი. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. წესი დანიშნავენ კიდევაც, იმიტომ რომ ალბათ აღარ დაიწყებენ აქეთ-იქით გზები. არა, კითხვა, ახლა როგორც ფეხბურთელები ემზადებიან ახალგაზრდულის ეროვნულ სათამაშოდ, ისე ემზადება მწვრთნელი. არა, მე სხვა რამეს კითხვა მინდა, ამ ახალგაზრდულს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. აგერ ესპანეთის მწვრთნელი ვინ არის? ბუერტე არა. ამ სპეციფიკაზე მინდა ვიკითხო. ხო, მაგრამ მაგან ძალიან დიდი ხანი გამოიარა. აქ ერთი სენსიტიური მომენტია. უნდა დანიშნო იმ დროს, როცა რაღაც რამდენიმე თვე იქნება დარჩენილი თამაშებამდე. სპონტანურად არ უნდა დანიშნო. აი მოსამზადებელი პერიოდი უნდა მისცეს 3 თვით ადრე. პირდაპირ გერმანიის თამაშის ხა არა, პირდაპირაც არა და 1-2 თვე უნდა იყოს რა, იქამდე მოსამზადებელი. ნახეთ რაში ეს საქმე. ჯერ ერთი თვითონ რამას უნდა კითხონ. იქნებ დავიწყოთ მაგით, ხო, რამას კითხოთ. კაცო, იქნებ ვერ ხედავს თავის თავს იმ თანამდებობაზე. ან კიდე პირიქით ხედავს თავის თავს. იმ კაცს ხო ჩვენ არ ვიცით იმ კაცის გულში ხო არ ვზივართ თვითონ მისი პოზიციიდან როგორ ჩანს ეროვნული ნაკრების თავარი მწვრთნელის პოსტი ხო მე კიდე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კაცს და დაში და ვაშა და ბარაკალა მას რასაკვირველია კი ეგ ცალსახად კი ხო ეს ცალსახად და ლაპარაკი არა არის მე თავის თავად უნდა კითხო და ხო ნუ ისე არის მე მეორე საკითხი იქნებ თქვათ ეხლავე თქვათ დავშოთ ვილი წავიდა 2 წლის მერე ხო სიტყვაზე. ეხლა იქნება 2 წლის მერე კი არა, რაღაც ერთი ციკლი კიდე 21 წლამდელებში ურჩევნია, ან ჯობია, რო იყოს და მერე უფრო მომწიფებული იქნება სიტუაცია. არა, როცა იქნება, როცა მას უკვე მაგაზე კითხვას დავსვამ, ცოტა უხერხული მას კითხვას დავსვამ. და ერთ ვიტყოდი კიდე, მაპატი ერთ ვიტყოდი კიდე, იცი? ერთი როდესაც თუმცა ეს საქართველოს ნაკრებში შეიძლება არ მუშაობს და უფრო ეს რასაც ეხლა ვიტყვი უფრო უცხოურ ნაკრებებში უფრო მისაღებია. იმისა რა ქვია დიდი ნაკრების მწვრთნელი მაინც ისეთ ცოტა სხვანაირი ავტორიტეტი უნდა იყოს. ეხლა როცა მოდის კაცი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, აღარა მაკითხვა, აი მაგის თქმას ვაპირებდი ზუსტად. თუმცა ხო ერთია და როდესაც მოდის არაჩვეულებრივი უნიჭიერესი პედაგოგი 21 წლამდელებიდან მეორეა, მაგრამ აქ ერთი მომენტია რომ რამასთან აქვს გავლილი იმ ვარსკვლავებს რომლებიც ეხლა არიან საქართველოს. ალბათ, თუმცა მაგასენებას გამახსენდა ამ ნაგელსმანესისა რა. 35 წლის ბიჭი დანიშნეს ჯერ იმაში, რა ქვია. კი ბატონო. ბაიერნში. და ერთი სეზონიც ვერ ჩაამთავრა, ხო? იმიტომ ამ ხელა ვარსკვლავებთან ახლა რთულია მუშ. ახლა წაიყვანეს და გერმანიის ნაკრები ჩააბარეს რა. არა აქვს მე მგონი ამ ნაგელსმანს იმის ესა
იმ ხელ ავტორიტეტი რომ ამ ხელა გუნდს ესკნას უხელმძღვანელო თუმცა რამასვანაძესთან დაკავშირებით სულ სხვა მომენტია აბსოლუტურად რამასთან გვაქვს აი იმიტომ რომ გავლილია თან ბიჭებს მასთან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს რამასთან უბრალოდ რისი კითხვა მინდა ახალგაზრდულში ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან აქვს რომლებიც ეხლად გამენ ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს და რომლებიც თამაშობენ რაღაცა დინამოში იბერიაში და ასე შემდეგ და იქ ხდება 11 მილიონერი რომლებიც თამაშობენ იმაში რა ქვია სადღაც და ერთი მომენტია რამას ვანაძე ამას აქვს ჩემი აზრით ამას რაღაცა რა თქმა უნდა თუმცა აი ის მომენტიც ისიც არის უკაცრავდილი ისიც არის რომ ნუ ყველა მათგანისთვის შესაძლოა რამაზ მასი იყო ეგ რამაზ მასი იყო ეს ეგ რამაზის სასარგებლოდ უზარმაზარი ის არის დიდი პლუსია ძალიან მსუქანი პლუსია რა თქმა უნდა აი ეს არის თვითონ რამაზმა უკეთიცის ეს ყველაფერი რამდენად შეეჭიდება ამ საქმეს თავისთავად მივესალმები თუ რამაზი დაინიშნება და გაკაჩავს რა თქმა უნდა ორივე ხელის აწევით ამას მივესალმები. და მე ვიცნობ რამას ვანაძეს კარგად და ხა ყველანი ვიცნობთ ხა გარკვეულწილად და ისეთი პიროვნებაა რა სწავლობს შეცდომებზე აი ესეთი იმიტომ ესეთი კარგი მცნელი რომ სწავლობს შეცდომებზე რაც შეცდომა და ისიც უთქვია და ეხა აი პრივატულ საუბარშიც და ისე ინტერვიუებშიც და თვითონ ალბათ ყველაზე უკეთ იცის აი ალბათ ამაზე საუბარი როცა დაიწყება ფედერაციის ხელმძღვანელობასა და სვანაძეს შორის და ეს ალბათ დაიწყება როდესმე უნდა შეჯერდნენ ამ ყველაფერზე მე ყოფა ეს რაღაც დეტალებში რაზეც ახლა მე არ ვიცი რაღაცა ახლა ხო რა თქვა ახლა მაგდა პირდაპირ ესქნა რა უკვე მაგით დავიწყე ძალიან ბევრი რაღაცა გამოვხატე მაგით დავიწყე სწორედ რომ თვითონ რამაზმა უნდა თქვას თავისი მხრიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი როგორ მოჩანს ეს ყველაფერი და ავით ახლა როგორ ფიქრობს იმიტომ რომ ახლა ნახე თუმცა ჯერ ვილის შევეშვა ძალიან არ შევტოპო ჩვენ რა ესქნათ რა 7 წლის წინ არა 7 წლის წინ არა უფრო ადრე მივიდა სვანაძე ამ ასაკობრივ ნაკრებებში და დაიწყო ამ 19 წლამდელებში იყო უბრალოდ ანალიტიკოსი შემდეგ თან სწავლობდა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა იქამდე ზურგს უმაგრებდა იქ ბაქოს ინტერში რომ მუშაობდა და ეხა ბილბაოზე თამაშდნენ და ასე შემდეგ და აი ამ თაობასთან მოუწია სუპირველად ზუსტად აი კვარაცხელია 2000-იანებთან და 2001-იანებთან და ასე იცნობს რა ამ ბიჭებს რა კი იცნობს და იქ დიდი პლუსია მისთვის კი რა საკვირველია და თავიდანვე შედეგებიც მაგრად დაიწყო ეს ძრაფული არა და მე მგონი მარტივი კითხვა დავსვი რომ გონია თუ არა რომ მემკვიდრე იქნება და რა 15 წუთია ის გაენთ რა ქვია ესე იგი ძალიან საინტერესო თემა თავისთავად საინტერესოა თემაა და ალბათ დანიშნავენ ალბათ ყოველ შემთხვევაში როდესაც ამის დრო მოვა ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატურა რამაზ ვანაძე რა თქმა უნდა იქნება რა რამაზ ვანაძე თავის მწვრთნელის კარიერას ღმერთმა ბევრი ათწლეული კიდე მწვრთნელად ამუშავა ჩვენს გასახარად ისი არ დაამთავრებს რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი არის ეხლა რა გამახსენდა იცი თქვენ კითხვაზე ესპანელებს ყავდათ ეხლა უკვე 80 წელს გადაცილებულია ის კაცი ინიაკი საესი არის ვიცით კაც გვახსოვს 30 წელი მუშაობდა აი ამ ასაკობრივ იმეებში სულ მაგარი შედეგები ჰქონდა სულ მაგის ხელში დაწინაურდნენ ეს ბიჭები და ესპანეთმა რო დაიწყო პროგრესი ნუ მაგის იმით იყო რა 20 წლამდელებში და ასაკობრივები ყველაფერი მოგებული აქვს მე მგონი სახში აღარ ეტევა პრიზები და დანიშნეს ეროვნულ ნაკრებში ალბათ სულ დროს რა და ჩააგდო და პირველივე ჩაგდება 2004-ის ევროპა არაპატიეს და მოხსნეს პეკერმანი აი პეკერმანიც არა არის ეგეთები მაგალითია მაგრამ აგერ მეორე მაგალითი თუ გვაქვს დელაფუერტე ხო ესპანეთის ეს ახალგაზრდულიდან არ გადა იქ იგებდა ყველაფერს იქ გადავიდა მაგალითები შეგიძლია აქეთა მხრიდანაც მოიტანო და იქეთა მხრიდანაც შეგიძლია პეკერმანი იქ იგებდა ყველაფერს მივიდა დიდ ნაკრებში ბატონო ой რაულს ნიშნავენ მე მგონი რაღაც დღეს დაიწერა ესპანეთში 21 წლამდე ახალგაზრდულში რაული ჩვენ გამხარდება და ბატონ ზურაბსაც სარბენის დამფუძნებელს გამხარდება ყველაზე მეტად ჩემი გულშემატკივარი რაულის ესეთი შაშა სომხეთის ნაკრებში იწვევდნენ და უარი თქვა